I'm German homelos, I drink coffee and I know things. 25 ეპიზოდის თემა არის დედამიწა როგორც ღმერთს სურს. ერთადერთი რაც ხელს გვიშლის ღმერთის მოსაწონი მსოფლიოს შექმნაში, ეს არის ურწმუნოება. ღმერთს მიუნდობლობა, რომ არ ვენდობით მას მთელი ჩვენი გულით, გონებით და სულით. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მას მართლა ვუყვარვართ. და ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას მატერიალურ სიამოვნებებთან აიგივებენ, აკავშირებენ, ყოველთვის შეგვიშლიან ხელს უკეთესი მსოფლიოს შექმნაში, რაც ნამდვილად შეგვიძლია. არის ჩვენში ეს ძალა. რწმენისა და უფალსმინდობილობის ყველაზე წინ დაყენება იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვა ყველა ადამიანური წარმატებები და მატერიალური სიკეთეები უფასურდება. არა და არა. არავითარ შემთხვევაში. გამოსასწორებელი მხოლოდ მინდობაა უფალთან, როცა მას ბოლომდე მივენდობით. ყველანაირი სახის წარმატებების და ბედნიერების ჯაჭვი აიწყობა და როგორც ნათქვამია, ყველაფერი კარგად წავა. და იცით რატომ? როცა ადამიანში იესო ქრისტეს რწმენა იწყებს სიცოცხლეს, ეს ადამიანი იცით როგორ იცვლება? ყველაფერში იცვლება. საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. მისი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება იცვლება, უფრო თბილი და მომთმენი ხდება. იცლება ეგოიზმისა და ნარცისიზმისგან, მიზნებს ისახავს, დაინტერესებული ხდება. აღარც შურისთვის რჩება დრო და ისეთ დონემდე მიდის, რომ თავისი სიკარგით ანათებს, მისი არსებობა ბრწყინავს და წარმოიდგინეთ ასეთი ადამიანებით, რომ სავსე მსოფლიო. ყველა თუ არა უმეტესობა მაინც. რაღაც განსაკუთრებულს და გიგანტურს კი არ ითხოვს ღმერთი ჩვენგან. არა. მხოლოდ რწმენის გაძლიერებას, რასაც სიყვარულის სწავლამდე მივყავართ. და როცა ადამიანს სიყვარული შეუძლია, ქრისტიანული სიყვარული ოღონდ, ის უკვე თავისი სიცოცხლით, ცხოვრებით ქმნის ისეთ მსოფლიოს, როგორც ღმერთს სურს.